Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გვეწვია სტუდიაში. დაგლოცეთ მამო. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ჩვენ საუბრობთ განრღვეულის კვირის შესახებ. მამო, ჩვენ ვიცით რომ აღდგომიდან მესამე კვირას განრღვეულის კვირა აღინიშნება, რას გულისხმობს, რომ აგვიხსნათ და მაყურებელს გავაცნოთ. დიახ, მოგახსენებთ. ეს ტრადიციულად ყოველთვის ესე არის, ჩვენ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ყოველ კვირას რაღაც გარკვეული სახარება იკითხება, მონიშნული უკვე წინასწარ იცის ეს წლის კალენდარი, როდესაც დგება ესე მეორდება აღდგომიდან ყოველთვის მესამე კვირას იგივე სახარება იქნება წაკითხული მომავალ წელსაც და ყოველთვის სანამ ეს ქვეყანა ესე იარსებებს და ლიტურგიკული წელი ესე შედგება. განრღვეული თვითონ ჯერ სიტყვა უნდა გითხრათ, რასაც ნიშნავს და ამის შემდგომ ეს პატარა ისტორია, რომელიც სახარებაშია მოთხრობილი. განრღვეული ნიშნავს ამ შემთხვევაში ჩვენი თანამედროვენი შეიძლება ითქვას აი დამბლადაცემული ადამიანი, რომელსაც მოძრაობა აქვს წართმეული. შეიძლება არასრულად რაღაცა გადაადგილების რაღაცას შეიძლება მხოლოდ ხელს ან შეიძლება მხოლოდ ცალიფეხით რაღაც აი მოკლედ ადამიანია, რომელსაც დავრდომილი, დიახ, დავრდომილია ესეთი ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად მოძრაობა არ ძალუძს. ეს ჩანს სახარების შინაარსიდანაც, რომელსაც ეხლავე მოგახსენებთ, ეს გახლდათ იერუსალიმში ერთი ტბა, სადაც ხდებოდა ესეთი სასწაული, რომ წელიწადში ერთხელ ანგელოზი გარდამოდიოდა, წმინდა წერილი ამას ესე ბრძანებს, რომ გადმოდიოდა ანგელოზი და წყალი აიმღვრეოდა, ანუ თითქოს რაღაც აი ამ წყალს აამღვრევდა, ოღონდ თითქოს არა მართლა ესე ხდებოდა, ეს ნამდვილი ამბავია, წყალი აიმღვრევდა და ვინც პირველი ჩადიოდა აი ამ წყალში განკურნებული ამოდიოდა. ოღონდ ეს უნდა მოესწრო ის, რომ ყოფილიყო ვიღაც პირველი, ხო? წყალში უნდა ჩასულიყო. ეხლა ვინც ჩადიოდა წყალში, პირველ რიგში აქ იყო სარწმუნოება, რომ მათ ჯეროდათ, რომ რაღაცა ეს ღვთისგან იყო და ანგელოზი აკეთებდა ამას და მეორე ის, რომ თქვათ ამას ელოდებოდნენ ადამიანები წლიდან წლამდე. და ეს მათი სარწმუნოება იყო, მათი გამოცდაც იყო, მათი მოთმინებაც იყო. და აი ამ ყოველივეს ძალიან საუკეთესო მაგალითი ამ შემთხვევაში ეს ადამიანი, რომელსაც განრღვეული ესე ეწოდება, რომ 38 წლის განმავლობაში იმყოფებოდა აი ამ ადგილას. აქო 5 სტოა იყო, სტოა გახლავთ შეიძლება ესე წარმოიდგინოთ რაღაც თაღოვანი შენობა, სადაც უამრავი ესეთი ადამიანი განკურნებისთვის მოდიოდა და ელოდებოდა აი ამ წყლის ამღვრევას და მათ შორის იყო ერთ-ერთი ესეთი ადამიანი, რომელიც 38 წელი როგორც უკვე მოგახსენეთ ელოდებოდა. მოხდა ესეთი სასწაული ქრისტეს მიერ აღსრულდა, რომ მოვიდა და აი ამ განრღვეულს კითხა პირდაპირ, რომ გნებავს რომ განიკურნო და რა თქმა უნდა ამისთვის არის ეს ადამიანი აქ, მაგრამ თითქოს ეს შეკითხვაც მის გადარჩენას ემსახურება, იმიტომ რომ 38 წლის ლოდინის შემდეგ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს უკვე უიმედო ხო რაღაცა გადაწურული აქვს და უიმედო მდგომარეობაში იმყოფება, უნდა წავიდეს უпростоრად აი ამ უიმედობისკენ და უცებ ხედავს კაცს, რომელიც მას ეკითხება, რომ სურს თუ არა განკურნება. რა თქმა უნდა სურს და პასუხს ესეც აძლევს, რომ სურსო რა თქმა უნდა, მაგრამ არავინ არ მყავსო, როგორც კი წყალი აიმღვრევა, რომ აი ამ წყალში ჩამაგდოსო, სანამ მე მივალ, ეთყობა რაღაც სანამ უკანასკნელ ძალებს გამონახავს, ხა ფორთხვით შეძლებს თუ რა სახით ეს აღწერილი არ არის, თქვათ რა მოძრაობების გაკეთება მას შეეძლო. სხვები ჩადიან, განიკურნებიან და მე ესე ვრჩები და ნუ 38 წლის განმავლობაში ეს ადამიანი ესე ელოდება ვინმე მხსნელს, რომელიც პირველი მას გადააგდებს აი ამ წყალში. მაცხოვარი ეტყვის მას, რომ აღზრდე აღიღეთ ცხედარი შენი, ამ შემთხვევაში ეს ცხედარის საკაცია, რომელზეც საწოლი, რომელზეც თვითონ იწვა ეს დავრდომილი ადამიანი და ვიდოდე. და მართლაც ეს ადამიანი სრულიად ძალამიცემული, განკურნებული არა ისე რომ რაღაცა ნელ-ნელა ემატებოდეს ეს ძალა, არამედ სრულიად განკურნებული მომენტალურად ამ სიტყვის თქმისთანავე ფეხზე წამოდგება და წავა. ნუ ებრაელებისთვის ეს ძალიან დიდი ესეთი სოდვა ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შაბათი დღე იყო, ამიტომაც არის მოთხრობილი კონკრეტულად ეს ამბავი, იმიტომ რომ იქ იოანეს სახარებაში ჩვენ ბოლოში გვიწერია, რომ მან იმდენი რამ აღასრულაო, ვერც ერთი წიგნი ვერ დაიტევს დედამიწაზე. მაგრამ აი ეს სახარება, რომელსაც ეხლა ჩვენ ყვებით, რაღაცა თავისი მიზეზი აქვს, რომ მოგვითხოვრო მახარებელმა და ეს მხოლოდ იოანე მახარებელთან არის მოთხრობილი და აი ეს კონკრეტული მიზეზიც ალბათ ეს არის, რომ შაბათ დღეს ხდებოდა ეს და ისინი ჩავარდებიან რტვინოში. ეუბნებიან, ეკითხებიან ამ ადამიანს, რომ შენ როგორ გაბედე, რომ შაბათ დღეს ფეხზე ადექი და გაიარე.
იმიტომ რომ მათ ჰქონდათ შაბათის კანონის დაცვა იმდენად მკაცრად, რომ აი როგორ გითხრათ, იყვნენ რაბინები, რომლებიც იმასაც კი ამბობდნენ, ესეთი გადმოცემა არსებობს მამათა მიერ, რომ შაბათი დღე როგორც რამ მდგომარეობაშიც მოგიწევდა, იმ მდგომარეობაში უნდა დარჩენილიყავი. აი მაგალითად თუ ესე იჯექი და შაბათი დღე დადგა, ესევე უნდა დარჩენილიყავი მთელი შაბათი. თქვათ იწექი დაწოლილი, იდექი ფეხზე დამდგარი. ნუ რაღაც ესეთი მეცაც გეტყვით. თავდაცვის მიზნითაც კი აი რომ ვიღაცას დამუქრებენ ხელი რო აეწიათ ამისი უფლებაც კი არ ქონდათ ებრაელებს და ეს კანონი მერე მოგვიანებით შეცვალეს მაკაბელთა დროს, როდესაც მტერი შემოვიდა, წარმოიდგინეთ და ათასობით ებრაელი იმიტომ ამოწყდა, რომ შაბათი დღე იყო და ისინი ხელს არ ანძრევდნენ და აი მტერი შემოვიდა და დახუცა მთელი ეს საზოგადოება. ნუ ეხლა მიხვდნენ რომ რაღაცა უგუნურება იყო მათი მხრიდან ეს თავდაცვის მიზნითაც კი რომ შაბათ დღეს დააბრალებ და თავს არ დაიცავ ეს რაღაცა არ ამგონია გამართლება კონდეს ამას. ანუ ორმოშიო ჩავარდნილიყო ვინმე ორმოშიო დარჩენილიყო არ ქონდათ უკაცრავად. არ ქონდათ ამისი უფლება რომ ორმოში რომ ჩავარდნილიყო ორმოდანაც ამოსულიყო. უნდა დარჩენილიყო. მოკლედ აი ესე მკაცრად უყურებდნენ და აი ამ კანონზე იყვნენ ესე დამოკიდებული და მეცაც გეტყვით რომ რომელია მცნებათა შორის პირველი მაცხოვარს ხშირად მიმართავენ ამ შეკითხვით. ძალიან ბევრ რაბინს ჰქონდა ესეთი აზრი რომ ეს პირველი მცნება გახლავთ ის რომ შაბათ დღეს უნდა იყოს უქმობა. ნუ ვიღაცა ამბობდა რომ პირველი მცნება რადგანაც რიგობითად პირველი მცნება უფრო უპირატესია, მაგრამ უმრავლესობა მაინც აღიარებდა შაბათის უპირატესობას. ასე რომ ამ ადამიანს ბრალსდებენ და ეუბნებიან რომ შაბათი დღეა და შენ როგორ გაბედე რომ განიკურნე გნებავთ. ეხლა იცით როგორ წარმოიდგინეთ უბრალოდ როგორი გონების სიბრმავეა 38 წლის განმავლობაში. ადამიანი დავრდომილია და განკურნებას ელოდება და მომენტალურად განიკურნა. და ეხლა რომ მოეთხოვა ჯერ კალენდარი მაჩვენეთ ერთი რა დღეა რომ აი განვიკურნო დღეს თუ არ განვიკურნო ესეთი შეკითხვას ეხლა რომელი ადამიანი დასვავს? ესე იგი იმ დღეს მხოლოდ დავრდომილი ჩავიდა წყალში, ესე გამოდის. არ ჩასულა წყალში, მაცხოვრის სიტყვით წამოვიდა. ანუ იმ წელს არავინ არ დასჭირებია. წყალში ჩასვლა არ დასჭირებია ესე. შაბათი დღე იყო და შაბათ დღეს რატომ აღასრულა მან ეს საქმე რომ განიკურნა? ამას დებენ ბრალად. წარმოიდგინეთ რომ შენ რატომ განიკურნე შაბათ დღეს ეუბნებიან აი ამ დავრდომილ ადამიანს და ნუ უგუნურებამდე მიდის ეს მათი საქციელი. მაგრამ საოცარი პასუხია. მაგრამ პასუხს რასაძლებს ეს რომ ვინც მე განკურნავ, მან მიბრძანა რომ აღზრდე გაღიღეთ ხედარი შენ. ბრალს კი არ ძდებს რაღაცა ცუდად მოიქცა ეს ადამიანი და შაბათი და უბრალოდ ამათ უნდა დავამტკიცოს რომ მას თუ ამისი ხელმწიფება აქვს რომ ამდენი ხნის განმავლობაში დავრდომილი ვიყავი და განკურნება მომცა თავისი სიტყვით, ალბათ ამისი უფლებაც აქვს რომ ადექი ფეხზე მეუბნება ეს ადამიანი და მეც რა თქმა უნდა ავდექიო. რა თქმა უნდა ეს მიზეზით გამართლება არ არის მათთვის. ამის შემდგომ უკვე მაცხოვარი თვითონ ნახულობს ამ ადამიანს, აი ამ ხორციელი კურნებით არ კმაყოფილდება და ეუბნება მას სულიერ რჩევას რომ ცოცხალი ქმენ და ნურღარას ცოდავ, როგორც ჩანს ეს მისი ცოდვები, ისა დავატყოფობა ცოდვების შედეგი იყო და მაცხოვარი მას ისევ გაშორდება და ამის შემდგომ ეს ადამიანი წავა მივა ამ ებრაელებთან და ეტყვის რომ იესოა რომელმაც მე გამკურნა. აი ეს გახლავთ შინაარსი, მოკლედ როგორც შეგვეძლო გადმოგვეცა ამ სახარებისა, თუმცა კი მე ვახსენე რამდენჯერმე საუბარში რომ რაღაცა მნიშვნელობის გამო იქნა მოთხრობილი ეს და სახარება ყოველთვის მithქვამს თქვენი ეთერის საშუალებით და სხვაგანაც რომ ეს არის ის მარადიული ჭეშმარიტება, რომელიც არასოდეს არ დაძველდება. იმიტომ რომ თუ მაშინდელ საზოგადოებაში 21 საუკუნის უკან, კი არა უფრო მეტიც შეიძლება 25 საუკუნის უკანაც რაღაცა გარკვეული პრობლემები იყო და წმინდა წერილი ამის შესახებ წერდა, ეს არ არის პრობლემა, რომელიც ამ წუთში ხდება. ეს არის რაღაცა ზოგად საკაცობრიო პრობლემა. რა მიდრეკილებებით რაღაცა ცოდვისადმი აქვს ადამიანი, სწორედ ამ გამოსავალს აძლევს წმინდა წერილი საზოგადოებას, რომ როგორ უნდა გამოხვიდე შენ. ის ასწავლის როგორ უნდა იცხოვროს, თელ საზოგადოებას ასწავლის როგორ უნდა იცხოვრონ, რომ შენ ეკლესიური გერკვას, რომ შენ საღვთო ქალაქის მოქალაქეობისთვის ემზადები. აი როგორ უნდა იცხოვრო, რომ გახდე მოქალაქე იმ საღვთო ქალაქისა. სწორედ ამაზეა ლაპარაკი და ეს სახარება სწორედ ამას ემსახურება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ კანონები, რომლებიც ჩვენ მოგვეცა იმისთვის, რომ გავხდეთ მოქალაქეები ზეციური ქალაქისა, ნახეთ ჩვენთვის ეს კანონები ხდება მიზანი
და სინამდვილეში ეს კანონები უნდა იყოს საშუალება. და აი ეს გვერევა ერთმანეთში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენთვის კანონი იყოს მიზანი, რომ ამ კანონს შეასრულებ, იმიტომ რომ და ხდები კანონის მონა. და აღმოჩნდება რომ მიზანი სხვა რამეა და ეს საშუალება თუ მარხვა, ლოცვა, ნებისმიერი სხვა საეკლესიო კანონი, რომელიც ჩვენზეა მოცემული, არ შეიძლება რომ ის მიზნად გადავაქციოთ. და აი ეს ეშლებოდა ყოველთვის საზოგადოებას და სწორედ აი ამას ებრძვის წმინდა წერილი, სწორედ ამას გვასწავლის, როგორ უნდა ებრძოლო ამ მეთოდს, რომ შენთვის მიმართულება სწორი გქონდეს, რომ აი არ შეგეშალოს ეს, იმიტომ რომ კანონზე დამოკიდებული თუ აღმოჩნდება, აი მაგალითად თუ ვინმე იტყვის, რომ მე მოკლედ აი ამ კანონებს შევასრულებ ახლა და ამით დავიმსახურებ ცათა სასუფეველს, უკვე შეცდომაშია, იმიტომ რომ არა არის კაცი, რომელიც ხონდეს და არას ცოდოს და რა გამოდის, თუ რომელიმე ცოდვას ჩადის, გამოდის რომ თქვათ აი ჩამოთვლილი 10 მცნებიდან, თქვათ 1 სარღვევს და 9-ს არა. მაინც 10-ვე სარღვევს, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ქალაქს თუ ზღუდეს შემოავლებ, რომ მტერი არ შემოგესიოს 3 მხრიდან და მე-4 მხარე დაუცველი აქვს ამ ქალაქში, ხო შემოვა მტერი. რა მნიშვნელობა აქვს რომელ მხარეს არ შემოავლებ ზღუდეს, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. სწორედ ეს მდგომარეობა გახლავთ, რომ ადამიანი ამას ვერ ითვალისწინებს და თქვათ მიეცა კანონი და გონია რომ ეს უფრო იოლი გზაა, აი კანონს შეასრულებს, არა, კანონის შესრულებით ვერ გახდება და ვერ განიღმრთობა ადამიანი. კანონის შესრულება მხოლოდ საშუალებაა იმისა, რომ ადამიანი განიღმრთოს და არავითარ შემთხვევაში მიზანი. ეს რაც შეეხება ამ შაბათის კანონს, იმიტომ რომ მაშინ სწორედ ესეთი დამოკიდებულება ქონდათ, რომ ამ კანონს ვინც არ შეასრულებდა, ნუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილით და დასჯაც კი მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა და იყო წმინდა წერილში არის კიდეც მოთხრობილი ესეთი შემთხვევა, მაგრამ ეს უფრო ადრინდელი პერიოდია, როდესაც მოსე ამ კანონებს წერდა და მაშინ განსაკუთრებული სიმკაცრით დაიწყეს ამ კანონის აღსრულება, იმიტომ რომ რაღაცა არ გაუბრალოებულიყო ეს კანონი მათთვის და თან კიდევ ხედავდნენ, რომ მოსეს პირდაპირ ღმერთი ელაპარაკებოდა და მოსე გადმოსცემდა ამ და მის მიერ მისი ხელიდან აღსრულებული სასწაულები მოსეს ხელიდან, მოსეს გულისხმობ ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო რაღაცა საღვთო განგებულება და ამიტომ მის მიერ დაწერილი კანონი რა თქმა უნდა ყოველასთვის უსიტყვოდ მისაღები უნდა ყოფილიყო და აი შაბათის დამრღვევი რომ სიკვდილით დასაჯეს არის მოთხრობილი ესეთი ისტორია გამოსვლათა წიგნში მოსეს აი ამ ხუთ წიგნეულში სწორედ ამას მიგვანიშნებს რომ მაშინ თქვათ რაღაცა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაგრამ მე უკვე დაამახინჯეს ეს კანონი დაამახინჯეს სწორედ აი ამ კუთხით რომელზეც ახლა ვისაუბრე და მე მგონი ბევრჯერაც გავიმეორე რომ კანონის მონები გახდნენ ადამიანები და კანონი არ იყენებდნენ საშუალებად არამედ კანონი იყო მათთვის მიზანი მაგრამ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს მინდა მივაქციო ყურადღება ჩვენი მაყურებლისა აი ამ სახარებაში რომ აი რა მოხდა დასასრული როგორ მთავრდება ეს სახარება რომ როგორც კი გაიგებს ეს ადამიანი რომ ქრისტე იყო მიდის და იმ ებრაელებს ეუბნება რომ იცით ქრისტე იყო რომელმაც მე გამგურნა ეხლა ეს საქციელი როგორი საქციელია რომ მან წავიდა და თქვა დაასმინა მაცხოვარი რომ აი ის იყო იმან გამიკეთა მე ესა დასმენის მიზნით იყო იცით რა სხვადასხვა აზრი არსებობს ამასთან დაკავშირებით ამბობენ რომ კი ბატონო დაასმინა ნუ ვიღაცა ამბობს ეხლა წამიკითხავს მე რომ კი არ დაასმინა უბრალოდ მას ჰქონდა კეთილი განზრახვა უნდოდა რომ მათთვის აი ეკადაგა ფაქტიურად აი სიმართლე დაემტკიცებინა რომ იცით ხალხო ეს არის ქრისტე რომელსაც ესეთი ძალაუფლება აქვს ღვთისგან მონიჭებული და აი ქრისტეს სიმართლე უნდა დაემტკიცებინა მაგრამ შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითი მივიღეთ იმიტომ რომ ისედაც გაავებული ებრაელი საზოგადოება რომელიც ქრისტესთვის მიზეზებს ეძებს რომ ის ჯულის დამარღვეველია და რაღაცა აი უკაცრავად ამსაჯოს ხო გამოჭერაზე არიან რომ რაღაცა ერთი მიზეზი უპოვონ რომ აი მიზეზი რისთვისაც შეიძლება ის დაისაჯოს და აი სწორედ ამ მიზეზს აძლევს ეს ადამიანი ამიტომ მე მინდა რომ თანამედროვე საზოგადოებასაც სწორედ ეს აუხსნა რომ წმინდა წერილი ჩვენ ამ ამბით რაღაცას გვეუბნება რომ ხანდახან არის რომ გონია სიმართლეს ვიცავთ გონია სიწმინდეს ვიცავთ და სინამდვილეში ვაზარალებთ სწორედ აი ამ სიმართლეს იმიტომ რომ არის დრო როდესაც გაჩუმება ჯობია და გაჩუმებით უფრო დამცველი ხარ სიმართლისა ვიდრე კუჩაში გამოსვლით და ხმამაღალი ყვირილით იმიტომ რომ
აი ადამიანი შედეგზე უნდა იყოს ამ შემთხვევაში მისი ორიენტაცია რაღაცა ხო მიმართულება უნდა იყოს რომ შედეგს რას მიიღებს ამა თუ იმ საქციელით იმიტომ რომ შეიძლება რაღაც სიმართლე იცოდე მაგრამ მისი გამოსვლით და თქმით დაზარალდეს ვიღაცა საზოგადოება ან ეკლესია ან აი მე მახსენდება ერთი მოძღვრის ქადაგება რაღაც პოლემიკა იყო ამას წინათ გამართული ამას წინათაც რომ ერთმანეთში საუბრობდნენ მოძღვრები სატელევიზიო არხი ერთ-ერთი არხით იყო რომ მოძღვარმა ბრძანა რომ აქ იმას კი არ ვლაპარაკობ რომ მე იმაზე წმინდანი ვარ ვიღაც ადამიანზე მეც ცოდვილი ვარ მაგრამ უფლება არ მაქვს რომ მე ჩემი ცოდვები გამოვფინო ესე სახალხოდ განა მეცოდვე მეც ჩემს პიროვნებაზე ვლაპარაკობ ეხა ამ წელს. არც ხვისი უნდა გამოფინო. ყველას თავის მოეთხოვება. არც ხვისი ეს შეიძლება ცოტა სხვა საკითხი იყოს და ავწდით იმ ძირითად თემას, მაგრამ იცით რა, მე რომ ეხლა ესეთი რამ მოვინდომო რომ აი ესეთი მართალი ვარ რომ მე ჩემ ყველა ცოდვას გამოვამზევრებ. რა თქმა უნდა, ჩემს მოძღვართან პირად ახსარებაში ეს აუცილებლობაც არის და ჩემი სულის მოთხოვნილებაც უნდა იყოს და ამას ვაკეთებდე, მაგრამ აი ესეთი რაღაცის მონდომება რომ მე ამას ეხლა გავაკეთებ ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის დამაპყრო. სიმართლე იქნება ეს. მე რომ ავდგე და მოვყვე ეხლა თუ რა ცოდვებს როგორი ვარ და როგორ დაცემულობაში მიღებული იყო ეს ფორმა, ხო? ამიტომაც აკრძალეს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბრკოლდებოდა, ვერ წარმოედგინათ, იმიტომ რომ მოძღვარი როდესაც გახდება ადამიანი, ერთხელ მისმა უწმინდესობამ გითხრა რომ თქვენ უკვე გამადიდებელი შუშით გიყურებენო, იმიტომ რომ ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის შენ ესეთი წევრი, ჩვეულებრივი წევრი აღარ ხარ. იმიტომ რომ შენ რაღაცით გამოირჩევი მათგან დაწყებული გარეგნული ფორმით რომ ჩაცმული სხვანაირად გამოიყურები მოძღვარი ცხოვრების წესით პირველ რიგში უნდა განსხვავდებოდე მათგან და ეხლა რომ დავდგე და მე ვთქვათ ესე სახალხოთ ვილაპარაკო თუნდაც თქვენი ტელევიზიის საშუალებით ჩემი რაღაცა მანკიერი მხარეების შესახებ ეს ბევრისთვის დამაფრთხოლებელია ბევრმა შეიძლება მიიღოს შეულებრივად თქვას რომ ნუ ესეც ადამიანია მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ვმალავ ამ ჩემ ცოდვას მე მას ვაღიარებ ჩემი მოძღვრის წინაშე ვმადლობ ღმერთს რომ მიუხედავად ამ ცოდვებისა მაინც წყალობაა ჩემზე მაგრამ არ შეიძლება რაღაცის ესე გაკეთება აი ჩვენ დავიდან რითიც ვთქვი შედეგზე უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში ორიენტირებული და ახო აი ამ ადამიანის საქციელი ამის ანალიზი მამა ხო ესეც მართალია გვიჭირს ამის ანალიზი და მე ამიტომაც გავამახვილე ამ საკითხზე ყურადღება რომ ძალიან ხშირია განსაკუთრებით ამ ბოლო დროს რაღაცას მოინდომებონ ადამიანები თითქოს ეკლესიის სასარგებლოდ და იტყვიან რომ აი ეკლესიის დასაცავად ჩვენ ახლა გამოვიდეთ და გავაკეთოთ ესა თუ ის მოქმედება და ესე დავიცვათ ეკლესია და უარყოფით შედეგს ვღებულობთ. პირიქით განკითხვაში ვარდებიან ადამიანები და ეკლესიას განეკითხავენ იმიტომ რომ ეს ჯგუფი რომელმაც ეს ჩაიდინა და სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში ლოცვა კურთხევის გარეშე ჩადიან ამას ჯგუფი რომელმაც ესა თუ ის აქციელი ჩაიდინა ეს ძალადობრივად იყო თუ თქვათ რაღაცა უბრალოდ სიტყვიერი პაექრობა იყო ვინმესთან მართლმადიდებლობის დასაცავად აღმოჩნდა რომ განკითხვა დაიწყეს ეკლესიისა და რა ამ ჯგუფისა. იმიტომ რომ ეს ჯგუფი აღიქვეს როგორც ეკლესიის მიერ გაგზავნილი ამა თუ იმ რაღაცა მოქმედებისთვის. ასე რომ ხშირად არის სხვათა შორის ესეთი. დიახ, ძალიან ხშირ აი სოციალურ ქსელებს ვინც ადევნებს თვალს, ალბათ თქვენს დამემოწმებით რომ აი ძალიან ხშირ შემთხვევაში აღიქმებიან ესეთი ადამიანები როგორც ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებსაც განიკითხავს მთელი საზოგადოება და აბრკოლებს მთელ საზოგადოებას და გეტყვით რაღაცა აი ესეთი ფორმულასავით მაქვს მოსმენილი. არ მახსოვს თუმცა კი სად, რომ მართლმადიდებლობის დაცვა არამართლმადიდებლურად არ შეიძლება. აი ამ შემთხვევასთან გვაქვს ძალიან დიახ, აი ამ შემთხვევასთან გვაქვს ძალიან ხშირად საქმე, როდესაც ჩვენ მესმის რომ გულანთებული ხარ, მესმის რომ გიყვარს, მესმის რომ ისევე როგორც ამ ადამიანს ნამდვილად ვერ დავანაშაულებ, თუმცა კი არის ესეთი აზრიც რომ მან დაასმინა ქრისტე, მაგრამ ვერ დავადანაშაულებ, შეიძლება განზრახვა სხვა ქონდა. სულ არ ფიქრობდა იმას, რომ ეხა იმ ადამიანს დავასმენ, იმიტომ რომ ცუდი უნდოდა ქრისტესთვის. ნამდვილად არ მგონია ესეთ. შეიძლება პირიქით ქადაგება უნდოდა, რომ აი ეს არის ქრისტე და აი მაგრამ შედეგი ესეთი მიიღო. ასე რომ აი ჩვენ ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. აი ეს ესეთი ფაქიზი საკითხია ძალიან, იმიტომ რომ ვინც დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი უმჯობესია მისთვის წისქვილის ქვა კისერზე ჩამოიკიდოს და ზღვაში გადახტესო. ესე ან არ დაბადებულიყო მაცხვარი ხო ბრძანებს აი, როდესაც იუდას შესახებაა ლაპარაკი და აი
სწორედ ამას უნდა უფრთხილდებოდეთ ჩვენ რომ არ მივცეთ ვინმეს დაბრკოლების მიზეზი. ამ შემთხვევაში იმ ებრაელებისთვის ეს იყო აი ჩათვალეთ რომ რაღაცა ნაპერწკალს ცეცხლად გადააქცევს, იმიტომ რომ აი იესოა, ესე იგი ჩვენ ტყუილა არ დავდევდით ამ ადამიანს, იმიტომ რომ ისინი იმდენად დაჯერებულები არიან, იმდენად დარწმუნებულები არიან რომ მაცხოვარი არის ჯულის, ესე იგი დამაქცეველი ამ შემთხვევაში თვითონაც ამ სიტყვას ამბობენ, ახლა ხშირად იხმარება ეს სიტყვა. დამაქცეველი, იმიტომ რომ თითქოს მან ამოატრიალა ყველაფერი და ჯულის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მათთვის ჯული არის ყველაფერი. აი ჩვენ ცხოვრობ მსგავსებით ხოლმე მე ხშირად მიფიქრია მამაო თითოეული ჩვენგანი რომელსაც გონია რომ ვართ და რეალურად ვართ და ვითვლებით ეკლესიის ნაწილად, იმიტომ რომ ვიღებთ ამ რიტუალში მონაწილეობას შესაბამისად ვეზიარებით კიდეც, მაგრამ აი ხშირად ვიშვერთ ხელს მუდმივად ყოველ შემთხვევაში ამა თუ იმ სასულიერო პირზე თუ ყველაზე არა და რაღაცა განვაქიქებთ იგივე რაც ჭირდა იმ დროინდელ საზოგადოებას მოძღვარს მოეთხოვება იმის ქადაგება, რასაც ქრისტე ქადაგებდა, ანუ სიკეთეს, სიყვარულს და ცათა სასუფეველს, ხო? და დღეს ჩვენც ხომ არ ვემსგავსებით იმ საზოგადოებას, როცა ესე ერთმნიშვნელოვნად ვაკრიტიკებთ და ჩვენ თავს არ განვიკითხავთ. ხო, ეკლესიური საზოგადოება. აი ზუსტად ის ადამიანი ვინც შაბათს იცავდა ხო, უცხო ადამიანები კი არ იყვნენ ეკლესიისთვის, პირიქით ისინი იყვნენ უპირველესი დამცველები იმ ჯულისა. ისინი იყვნენ უპირველესი, ესე იგი იმ რიგებში მდგომი, ვინც წინ დგას ეკლესიაში. ესენი იყვნენ სწორედ ეს ადამიანები, რომლებმაც აი ამ სიწმინდის დაცვის მიზნით, რომ ჯული არ დაღვრილიყო, ნახეთ, როგორი დაბნელებაა გონებისა რაღაცა თითქოს არ უნდა რომ სინათლის სხივი შეუშვან აი ამ დაბნელებულ გონებაში რომ შაბათს როგორ განკურნა ადამიანი ამის გულისთვის შეუძლია რომ მაცხოვარს ეს ამ ბრალდების გამო სიკვდილით დასაჯონ ადამიანი. იმის მაგივრად რომ გაეხარდათ რომ მოყვასი რომელიც 38 წლის განმავლობაში თქვენ წარმოგიდგენიათ მისი მოთმინება ჩვენ რაღაცა ერთი საათიც კი არ შეგვიძლია რაღაცა განსაცდელი მცირედი რომელიც მოიწევა ჩვენზე მაშინვე შეიძლება იმ წამსვე გვინდა ამ საკითხის გადასხვაფე რომ 38 წელი მთელი სიცოცხლეა ადამიანისთვის ძალიან ხშირად და 38 წლის განმავლობაში ითმენს ეს ადამიანი ამ ყოველივეს და მისი მოთმინების შედეგი ეს არის რომ წყალში ჩახტომა კი აღარ სჭირდება. მაცხოვარი ეუბნება რომ აღზრდեք და ასე რომ მოთმინების შედეგი ყველას ესეთი დაუდგება, ვინც მოითმენს განსაცდელებს. და იგივე რამ ხდება ხოლმე პარალელის გავლება შეგვიძლია, თქვათ ის ხალხი, ვინც ეკლესიური ნაწილია, თქვათ მოვიდა ვიღაცა, ვისაც კარგად იცნობენ მათი გაგებით და ეზიარა, აღსარება ჩააბარა და ატეხენ ერთ ამბავს, რომ მაგი ისეთ წვდილია ხა როგორ ეზიარავა. აი ვინ ეკლესია წარსულ ცოდვებს არ უხსენებს ადამიანებს. წარსულ ცოდვებს მხოლოდ მიტევებას აძლევს, უინანიებს რა თქმა უნდა. ხილად ვიყოთ ერთმანეთთან მიმართებით, რომ ჩვენც იგივე ბრბოს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, ვინც საბოლოო ჯამში ქრისტე ჯვარსაც. აი ესე. ესე. ძალიან დიდი მადლობა მამაო. უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს საბურთალოს მაცხოვრის სამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გვესაუბრებოდა განრღვეულის კვირის შესახებ.